როდის დავაანონსეთ? 5 თვის ალბათ. მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. ჩვენ 5 თვის თავზე რაც დავაანონსეთ რომ ეს YouTube არხი შევქმნით გადაწყვეტეთ ვიდეოს გადაღება. ანუ რამდენი ხანი იცი გეგმავთ რომ პოდკასტი უნდა გადავიღოთ, მაგრამ როცა ანუ ყოველ შაბათ-კვირას ოქცალია. კი, კაი, მაშინ კვირას შაბათს გადავიღოთ და კაი და მე რომ მოდი შაბათი ღამის 5 საათზე ჩვენ პოდკასტი უნდა გადაგვიღო, ხო? და სულ ღამის 5 საათზე გვახსენდება. ხო, და მაგიტომ ერაზროს ვერ ვახერხებდით, მაგრამ ახლა დრო გამოგვიჩნდა ორივეს გუშინ და გადაწყვეტეთ რომ დღეს გადავიღო. იმედია ახლა იწერს. წინაზე გადავიღეთ ერთხელ, მაგრამ არ ჩაიწერა. უნდა ვილაპარაკეთ 1 საათი. ხო, ყველა გვიცნობს. მგონია ვინც ამ ვიდეოს უყურებს ჯერჯერობით ყველა გვიცნობს და ვინც არ გვიცნობს. მე ვარ ანასტასია. მე ვარ ლიზი, მე ვარ 18-ის. მე ვარ 19-ის. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი. ანუ ახლა მას რა ვიღებ ცოტა ძალიან აკვარდვართ, მაგრამ ფიქრობ რა ანუ რაც უფრო ბერს გადავიღებ, მე რა პროგრამა უფრო იმიტომ რომ პირველად რო YouTube-ზე ვიდეოს ვიღავდით, ორივე ასე ვიყავით და მოკლედ მიმოხილვა რომ გავაკეთოთ ვილაპარაკებთ ყველაფერზე გარდა პოლიტიკისა, იმიტომ რომ არ გვინდა ჩვენი პოდკასტი ვინმე დახუროს. თან ორივე ისეთ ქვეყნებში ვცხოვრობთ, რომ მაინც რავი. და ლიზი არის იცით ყველა ამერიკაში. და რა ვიყარია შეიძლება ხვალე გავიღვიძო და დამობილი დავხდა საგავრობა. შეიძლება ხოლმე გაიღვიძო ძალიან. შეიძლება ხოლმე ვერ გავიღვიძო ხალხო რა მიყარე არის. დღეს გავიღვიძე და ეგრევე ან ტელეფონი რო ავიღე ეგრევე დავინახე რომ ტრამპმა გაუშვა ირანში ბომბები და ანუ ხო მოდი არ ვიცინოთ არ ვილაპარაკოთ თქო და უკვე ეგრევე ტრამპი ხო და იმას ვამბობდი რომ ჩვენი ვიდეოები დამბერ რაღაცა შეეხება მათ შორის კულტურულ განსხვავებებს ამერიკასა და საქართველოს შორის და არა მარტო განათლების დონესაც, საზოგადოებას, მეგობრებს, ანუ ყველაფერს, მაგრამ ჩვენი პირველი პოდკასტი არ იქნება არც ერთი საკაცობრიო თემის განხილვა. იქნება ჩვენი შეხვედრა. ობრიო თემის განხილვა არ იქნება, მაგრამ კაცების განხილვა იქნება. ეს ყოველ შემთხვევაში ამ პოდკასტში მხოლოდ ჩვენს ისტორიას მოისმენთ, როგორ დავმეგობრდით. როგორ გავიცანით ერთმანეთი და როგორ მიმდინარეობს 3 წლიანი long distance უნასავი მეგობრობა. 3 წელი ხო. მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ იმიტომ არ გვიჭირს რომ თავიდანვე 3 2023-ში წახვედი. ხო, ჩნო მე ჩემი აზრით იმიტომ არ გვიჭირს რომ თავიდანვე ონლაინ რო დავიწყოთ ერთობა ისეაც ანუ relationship-ის ნაირად რო ლაპარაკობ ჩემი შეყვარებული ონლაინ გავიცანი და მე რო ერთად ვიყავით მედალის არ გვიჭირდა მოკლედ ონლაინ ყოფნა არ გვიჭირდა ასევე კიდე ვილაპარაკებთ friendship-ის green flag-ებზე და red flag-ებზე და ასევე მინდა თავიდანვე ბოდიში მომიხადო ჩემ კარტონზე იმიტომ რომ მართლაც არის ცოტა ლიზის უჩირს ქართული ცოტა მე ქართული მიჭირს და მაგით აი ეხა ეს რო ლაპარაკობ ეს ძალიან მე კომფორტულია მაგრამ ასე რომ ვლაპარაკობ ხა ჩვეულებრივად ანუ რაღაც ძალიან ვაჭერ რა აინას თუ რაღაც ანუ არ ვიცი იცაბება ხო ვიცაბება highlighters დავიმატებ ხო და შენ თუ გახსოვს ვიცი რომ გახსოვს მაგრამ როგორ გავიცანით ერთმანეთი ესე იგი მე და ტას ორივე იუთუბერები ვიყავით თავიდან OG influencer-ები. თავიდან იუთუბერები ვიყავით და მე მერქვა ხო ლიზიკოს TV თუ რაღაცა ლიზიკოს channel და ტასოს თან მე ყოველთვის ხო ლიზიკოს channel და ტასოს თან და ანუ მე რას და კომენტარიებას თართუ მე მეწერა ლიზიკოს თავიდან თუ არა მე ანუ გოგოს არ ახსოვს რაზე მეჭყობა. მე მედა რაღაც ვიდეო და ვიღაცა ირინკა ფურცელაძე გვარი არ მახსოვს, ვიღაც ირინკა იყო იუთუბერი, რომელსაც ასევე ეწერა Star სახელში. დიდებოთობით მაგისგან გადმოვიღე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ხო და რაღაცებს გავსი ვიდეო მე და როგორც ედო მაგ გოგოს და მაშინ საკმაოდ ცნობილი იყო და აშკარად ლიზის ეს იყო აიდოლი არ ვიცი გიჟდებოდა არა ჩვენ მეგობრობდით ხალხო მე და ირინკა მეგობრობდით ან მე ვეტანებოდი და ის არა მეგობრობდით მახსოვს რომ მეგობრობდით
ხო და ერთი ვიდეო მინდოს ჩემთვის ვარ უწყინარით 11 წლის ბავშვი 10 წლის უკაცრავ 2016-ია მე 10 წლის ვიყავი ხალხო მე 15-ის არ ვიყავი და ის 10-ის არ იყო მე იგივე დებილი ბავშვი ვიყავი ჩემთვის უწყინარად მინდოს ვიდეო და ვიღაცა ლიზიკოს ჩენელ მიკომენტარებს რატო ბაძავ ირინკა მეკი და ანუ მე ამან დამიკომენტარა რომ შენი ტრაკის საქმე არ არისო თუ რაღაც დამიკომენტარა და ჩემთვის ეს ახლა პატარა ბავშვის ეს შენი ტრაკის საქმე არა რაღაცა ძალიან ის იყო რა ანუ შენ შემაგინე რა და მე დავკომენტარე მე ხო და მე დავკომენტარე რომ ესა ვაი მე ძალიან მომწონდი მაგრამ შენ ძალიან მეუძლიერ თუ რაღაც ეგეთი დავკომენტარე მე დავfollow Instagram-ზე ხო ეგსკინები ხო აუთო იყო ის წერა Instagram-ზე უკვე 2018-ში და მე ანუ 2016-ში გავიცანი ეს ჭუბით და 2018-ში უკვე გადაწყვიტა რომ მიდა ქალუს ალბათ და ისე ბევრმა არის ეს ისტორია მართლა მარტო ჩვენ ხოდა ანუ sometimes it's okay to be a hater guys lesson learned ხოდა მომწერა მწერს რა დამამატა რომ აი ტასო მეკითხება და შენ თემეგოროთ შეიძლება აი მახსოვს ეგეთი რაღაც რომ მიდაძლებული მე მეკითხება ერთ წყალტუბო ბიჭზე ვთქვა სახელი და აი თქვი whatever მეკითხება ტასო ლუკა კიკნაძეს იცნობ ანუ ხახო ლუკა კიკნაძე მაგ დროს იყო ჩემთვის აი ღმერთი რა იცი როგორ მომწონდა ეგ ბიჭი ძალიან აი გიждდებოდი იმიტომ რომ აი რაღაცა რუსული სიმღერები რო იყო მოდაში და რაღაცნაირი სტილი მაგ 2018 ხო, 2018 წლის The It Boy იყო ხალხო წყალტუბოში. ანუ ყველას მთელ წყალტუბოს ყველას მოწონდა ეგ ბიჭი. და მე რომ მომწონდა მახსოვს ვიღაც ერთი გოგო ყავდა შეყვარებული ხუჭუჭი თმიანი იყო და ანუ მეთქი That should be me holding your hand. ხო და მაგრამ ძალიან ნერვად მომეშალა. ეხაც მახსოვს როგორ ნერვად მომეშალა რომ მგონი მე არ მამატებდა მაგ დროს და შენ რო დაგამატა ანუ ისი აღძეღო ვინ არის ლუკა კიკნაძე ხო არის ის ვინ არის ანუ ვინ არის ეს ბიჭი აზრზე არ არის ხო და მე კიდე ანუ ნერვები მოშილი ანუ მენა ნიღაბი გავიკეთი და ასო ამას რატო ამატე არა და შიგნით ანუ ყდები რა შიგნით მეთქი ეს რატო ამატებს და ანუ ოღონდ მეგობრებო Facebook-ზე რა მეწერა ვერადროს ვერ გამოიცნობ ჩვენ გახსოვს რა მეწერა მაგ დროს ასზე ის ანასტასია მე მახსოვს ის რო გეწერა ტას და ზევითა ტირე რო ანუ ტას უნა ეგ მახსოვს აი გამახსოვდა ხო ეგეც სკრინშოტს ერთ ვერ მოხდა ანუ გეღვაწები მე ლიზი კომენტარა ყველგან ანუ მომძებნე ნახე რო ეგ ბიჭი მეგობრებს ყავდა და მე მეკითხები Facebook-ზე რა გაწერია ორკი ანუ თამაში დავიკეტა the OG liar Facebook-ზე ვნახე რომ ამატებს ჩემ ქრაშ და მე უი Facebook-ზე რა გაწერი მოდი დაგამატო თომ ხო უნდოდა რომ იმ ბიჭთან საერთო ქონოდა და ეგ საერთო მეყოფილიყავი ანუ აფლამას რო უყურებდეს და დარწმუნებული ვარ ვიღაც უყურებს რომელიც ის ეტყვის მაგას ანუ ძალიან თავში ავარდება და მოდი აღარ გონზი არ არის ვინ ვარ ანუ შეიძლება არ გონზი არის ვინ ვარ ჩემზე იცის ხალხო ერთი ისტორიას მოგიყავით თუ გინდათ ეს ან ძალიან მომწონდა ეს ბიჭი აი იმენა აი კიდე იმენა ძალიან ანუ 10 წლის იყო ხო პატარა ვიყავი ძალიან მაგიტომაც ახლა ეს ძალიან გახსნილ ლაპარაკობ იმიტომ რომ ანუ who cares ანუ 10 წლის ვიყავი ხო და ძალიან გიждდებოდი რა და ჩემი სკოლელი იყო და მახსოვს მე ვიყავი მეორე სართულზე და ის სწავლობდა მესამე სართულზე თუ არ ვცდები ხო და ერთი გოგო იყო ძალიან ცუდი საქციელი კი იყო მაგრამ ერთი გოგო იყო ვინც ანუ ყველასთან მეგობრობდა მაგრამ ანუ ყველა აღადავებდა რა ესე ვთქვა და მეც პატარა ვარ ახლა 10 წლის ვარ და დავუწერე წერილი ჩემ მეგობრებთან ერთად აუ არ ვიცი ვახსენოთ არა მაგეთი სახელი იმიტომ რომ იქნება არ უნდათ არ ახსენო შენ მეგობრებთან ერთად ხო ჩემ მეგობრებთან ერთად ახლაც მახსოვს უბრალოდ ვინ იყო მაგრამ არ ვახსენებ მაგათ სახელს იმიტომ რომ რავი მაინც იქნება არ უნდათ რა გავუმხილო ეს ხო მაინც რავი ხო და დავწერე წერილი და ეგენი მეხმარებოდნენ თუ რა უნდა დამეწერა ხო დავწერე რაღაცა სიყვარულს ვუხსნით რაღაც ანუ არც მახსოვს უბრალოდ ხო და
გავედი გარეთ და კაკრას დავინახე რომ ადის კიბეებს და მეთქი ლუკა ეს ეს წერილია შენთვის ხო და ვისგან რაღაც და აი იმ გოგოსგან მეთქი სახელსაც არ ვიტყვი გოგოს აი იმ გოგოსგან მეთქი და ოკეი რაღაც და გამოვედი მე და მეთქი ვაი მე არ უნდა მეკნა თქო და მე რამდენიმე წელი გავიდა და ერთ გოგოსთან მეგობრობ რომელიც მაგ დროს არის ლუკას შეყვარებული აღარ მაგ დროს ლუკა აღარ მომწონს მე უკვე მაგ დროს სხვა იმაში ვარ რა გადაუარა ფაზა უკვე სხვისი შეპრობელი ხო და მაგ დროს უკვე მეგობრობ ლუკას შეყვარებულთან ამ გოგოს ერქვა თეკლა თუ ზუსტად მახსოვს ხო და თეკლასთან ერთად გავედი ლაივში ინსტაგრამზე ხო და ვარ ლაივში და შემოდის ლუკა და მეთქი oh my god თან მაშინ ტანში ტანში გამიარა რა მეთქი მე ამასა გრაუნდა ხო და შემოდის ლუკა ლაივში და მე რაღაცებს წერენ ბლა 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 და მე ცოტა ხანი შემდეგ დაწერა რომ ლიზი ადრე ეგ წერილი შენ მომეცი ხო შენი იყო და მეთქი რა წერილი ანუ ოღონდ ლიზის ეს ახსოვს დღემდე და ვაში რა წერილი ლილის თან ეგრე მოხდა 13 წლის გონი და წერილი არ მახსოვს არაფერი წერილი აი და ყოველდღე იხსენებდა დარწმუნებული ვარ მაგას რომ ეგ ბიჭი იმაშიც რომ აღარ მომწონდა და მაინც მომწონდა იმიტომ რომ გარეგნულად ძალიან სიმპათიური იყო ეხლა არ ვიცი როგორია მაგრამ ადრე ძალიან სიმპათიური იყო God, don't do that. They are watching. დასო ექსპერიმენტებს აკეთებს ახლა თუ რას შვება. შენი გამოგზავნილი ტინტი წავისვი. კარგი, შემდეგი რა შეგვეცდია რომ გავიხსნა. ხო. და ეგრე გავიცა, ანუ არ დაგუნთავრებ ეს. ხო, არ დაგუნთავრებ. კიდე ყავდა ერთ საუკეთესო მეგობარი რიოში, ეგეც მანდ იყო და ძალიან მეორე მეგობარი ყავდა. ლიზი 2020 წლამდე არ ყავდა ნანახი. ლიზის ნახვა როგორ შფოთავდი მარტო ლიზი არ მინახავს ოღონდ როგორც თქვი ვიყავით ტრიოში და ვნახე იქ სადაც ცხოვრობ არ გეტყვით მაგრამ ვნახე გლდანში ახმეტელის მეტროსთან ყველაზე კარგად მაგ დღიდან რაც მახსოვს ის იყო რომ კიბებიდან ჩავსრიალდი და წავიქეცი და ქალმოგვიყვირა და მე მაგას მეგობარ ვუყვირე ვიყავი 13 წელი ანუ იმიტომ რომ შევხვდით იმენა ანუ მაშინ ხო თან მოდაში იყო long distance friendship ვიდეოები რო იყო და როე ხუტები და რო ვარდები და ანუ ბოლოს კი ვარ შუაგლდანში და ეს გამყიდველი ხალი გვერდზე ანუ რა ხდება ანუ სასტარი ხანი ალბათ გარეთ იყო 1-5 საათი და ჩვენი ანუ კი მეს მიგეღა ანუ მაგრამ ანუ ერთხელ დავიკივლეთ ანუ მთელი დღე კიოდით 1-5 წუთიანი დაკივლება იყო რა ვერა იტანა ვიღაცები ლესგინკას ცეკვავენ დღემდე ხმასა. ჩვენ გვიყურებს, ანუ ყველა ჩვენ გვიყურებს, რომ ანუ რა ხდება, რატო გადაიხდნენ ესენი, ვინები არიან ეს ავანტყოფები. ხო, ანუ ეგრე ვნახე ლიზი, მე დაუბედელობდით პროსტა, არ მახსოვს სად ვიყავით, ანუ პროსტა ვიდექით მეტროს წინ, თუ რამეს ვაკეთებთ. იმასთან ავედით, ხო? ჩვენს მესამე ყოფილ დაქალთან ავედით და მანდ ვიყავით სახლში ოჯახი გავიცანით მის რაღაცებს ფოტოებდით. თან ანუ ოღონდ ლიზის ნახვას გეგმავდი წლობით, უბრალოდ დეიდა ჩემი არ მიშვა. დეიდა ჩემი 300 მეტრში, ანუ დეიდა ჩემი მიშვებდა, მაგრამ თბილისში სანამ გადმოვიდოდი, რო ჩამოდიოდი ხოლმე თბილისში, დეიდა ჩემი არ მიშვებდა. თან ეს პირველ ნახვაზე გამომაყოლა ჩემი დეიდაშვილი, ანუ 4 ვიყავით. აწყალი ნინო, ანუ მაგაც ვერ ნახე. ნინო ესე out of context დავხვალა. ნინო იღებდა ვიდეოს, მახსოვს აი ეს რო ჩამოდის ესკალატორიდან, ჩამოდის და ესე იყურება და რაღაცა ნინო ვიდეოს. ვარდისფერი მაისურია ეცვა ეხაც მახსოვს. ვარდისფერი, აი მაშინ რაღაცა დალაქავებული შეღებილი მეცვა და რაღაცა ბანძი ფეხსაცმელი და ალტერ სოქსები. და კოსა ხო? ავსთან მქონდა აესე. ხო და ამ გოგოსთან ვიყავით ჩვეულებრივად და მე ვნახე, მე ლიზი ჩავიდა ეს გოგო და ნახა უჩემოდ. ხო. ანუ რა იყო, იცი ჩვენ მე და ლიზი უფრო ახლოს ცხოვრობდით. ერთმანეთთან უფრო ახლოს ცხოვრობდით. ო, ტასოსთან ცხოვრობდი 2 საათი. მე მეორეს ნახულობდა თბილისში. ანუ მაშინ ვერ გავანალიზე, აქ რო ჩამოვედი, მე მივხვდი რომ ჩვეულებრივად შემეძლო რომ მარშრუტით წავსულიყავი ტასო მენახა. გამოპარული. What the hell? ხო და ანუ, იმიტომ რომ
რა გელაპარაკო, შენც იგივე გზა არ გაქვს ჩემკენ? გელაპარაკო. ჩვენ გადიოდი და მე არ გავდიოდი მაშინ სახლიდან და არ ვიცოდი ვაფშე გზა. ვიყო მაშინ ჩემი ვაიმე თორე გული გავისხდო. ხო და ანუ აქ რო შემოვედი მე მივხვდი რომ მართლა შემეძლო რა რო წავსული. ხო და მე ჯინაზე მაგას როდის მივხვდით მაგას? აქ რო შემოვედი კი არა, რუსოს დაბადების დღეს რო ჩამოვედი ერთი დღის რო ჩამოვედი რო წავედი. მეთქი ანუ რატო არ ვაგეთებდი ამას უფრო? ია, არ ვიცი, არ გიყვარდი ალბათ საკმარისად. Goes both ways. ხო და მე ლიზიმ კიდე ნახა ეგ გოგო და მე მეჩავედი სექტემბერში და კიდე ვნახე, ანუ მეორეს უფრო ხშირად ვნახავთ ვიდრე ერთმანეთს. და მე 2021 წლის 1 აგვისტოს ჩამოვიდა ლიზი თბილისში, მე თბილისში ვიყავი უკვე. ორი. ის ხო და ვნახე ლიზი, მოლში ვიყავით მახსოვს, ერთი ის მახსოვს რომ ვიდეოს ვიყავით და დაცვამ რომ გითხრა კიბებზე ნუზიხართ ადეკითო. ხო, მეც მახსოვს კი, თან ძალიან ცხელოდა მაგ დღეს. ხო, უნივერსამში, გლდანი მოლში რომ უნივერსამია, მანდ ვიყიდეთ ჯელიბონები და მაგას ვჭამდით და რაღაცა ვიდეოებს ვიღავდით ბოლო სართულზე ვიყავით ასრულებ. ფაინ, და მე დავიშალეთ. მანდ ვიყიდეთ დინი და იანის ყელსაბამი, რომელიც დავკარგე იმავე დღეს. მაგ დღეს მაგ დღეს მაგ გოგო აი გაღარ გვინახავს, იმიტომ რომ აღარ მეგობრობდით უკვე. მარტო მე და შენ. ხო, მაგრამ მე შევრიგდით, ხო? ისე მე შევრიგდით. არა, ეგ იყო ის ბოლო. მაგ დროს რო ის გქონდა ჩვენ ტვინში გარდატეხები და რო გავიაზრეთ რა იყო ნამდვილი friendship და რა არა. ხო. ანუ არც ვაბრალებთ რა, ანუ დაბრალება ანუ არ მაგრამ ბავშვები ვიყავით, ანუ უკვე. ბავშვები ვიყავით რა, ხო. გვეცინება უკვე. მაგრამ ანუ ეგრე მოხდა და ალბათ ეგრე იყო საჭირო და ხო. კიდე მე 2022 წელს იყო ჩემ დაბადების დღეზე ჩამოსული, სადაც ეს მაიკა წავართვი. და ისევ ნერვიულობდი, მეგონა რომ ჩემს შეყვარებულს ანუ ხო, ისე ნერვიულობდი ხალხი ჩემზე, რომ რავი, ხალხი არ ვიცი, ჩემ თავზე ვაპარაკობ. მამაჩემ გააკითხა, ლიზი და დედამისი ჩამოდიოდნენ, მამაჩემმა გააკითხა და ანუ ჩემი დაბადების დღე არის, მეგობრები მოდიან და არავის ყურადღებას არ მოწმეთ კი. ჩემში. ანუ ღელავდი, ეზოში დავდიოდი, ესე წინ და უკან, მეთქი ლიზი. რო ჩამოვიდა, ჩამეხუტა, მაჩუქა ციკოლი, რომელიც მეზარბე ხარ ავიღო იქდევს. დარჩა ჩემთან მაგ დღეს, ძალიან პეტნიერი ვიყავი, ყველა ვიდეო დავდეთ ვაფშე სტორიზე. მაგ დღეს მეთქო break up con. ანუ ჩემი დაბადების დღე იყო, მოხდა ყველაფერი მაგ დაბადების დღეზე. წყვილს შორის განხეთქილება, ლიზი ჩამოსულა და ჩემი თავარი სადარდებელი იყო ლიზი, იმიტომ რომ იმან ყოველდღე ვნახულობდი და ანუ არ უნდა წენოდათ იდეაში. რაღაცა ვიჩხუბე, რაღაცა გაიქცნენ ჩემი დაბადების დღიდან, ვიღაცა ტიროდა, ტელეფონი დალეწეს და ანუ ხალხმა არ შემარგო დაბადების დღე. და ლიზი ჩამოსვლა. გამომაჩინეს. მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს დრამები, ჩემი დრამა თუ არა ძალიან მიყვარს ხოლმე და ანუ მეც ესე დავყვებოდი მაგრამ შეიძლება საერთოდ არ უნდა და მაგ ბავშვს მე რო დავყვებოდი, მაგრამ მე რა ხდება? მე კუჩი ლიზი იყო ყველგან. გავაცანი ლიზის დედა ჩემ ოჯახს და მოკლედ ესე ოჯახებით გავიცანით მაშინ ერთმანეთი პირველად და მე წავიდა გავაცილე ლიზი, მახსოვს ეგ დღე როგორ გაგაცილე იქ. მაშინ ეკაზე რო ვიყავ. ხო და მე ლიზი ჩამოვიდა 2022 წლის აგვისტოში 12-ში მგონი. ციცინათელაში ვიყავით, მოკლედ ჩემ სამეგობროსთან ერთად მაშინ უფრო დიდი სამეგობრო მყავდა. რატომღაც? ხო და მე წავედით ანაკლიაში. ხო, ავი ძალიან კაი იყო. წავედით აკვაპარკში, ძალიან კაი იყო, ცოტა კიდე მახსოვს და ტრაკერო დავეყეთქეთ, გახსოვს ტრაკები? ხო, და რო ვიყირე. ვაი, მეგობრები. ეს გაპიტო მე. ანუ ხო, ყველა მოხუც. თამე ძალიან მიშნდა მაშინ ყველა ვიღაც დიდი კაცები მოდიოდნენ ჩვენთან და ხო. ჩავიდეთ ხო, მეთქი რა ჩავიდეთ ხო? ანუ მაშინ ხო ძალიან ისე ვიყავი რა მეთქი ვაი მე დიდი კაცები მეჟინია და მაშინ I hate men ერაში ვიყავი. ეხაც კი ვარ, მაგრამ მაშინ უფრო და ოიღო, ეხა კი აღარ არის. ხუთი წლისები ვიყავით თან და ვიღაცა კაცები მოდიოდნენ. მეთქი თამე მაშინ ანუ იმაშებოდა რა. მე თვითონ ვიყავი და ვაგლიზით ვიცავდი ყველას კაბეთი. ანუ ეს როგორ იმაშებოდა, იცი? იტასო ძალიან ანუ უხეშად კევნებოდა, მაგრამ ლაითად რა და ანუ კაი დაიკიდევდა რაღაც ესე მეუბნებოდა. მე რა დავიკიდე მეშინია რა. რა დავიკიდე არ გქონდა. თანამ დედამისი იქ იყო ოღონდ, ისე არ არის.
ანუ დედა ჩემი იყო იქეთ და ჩვენ ვიყავით აქეთ. მე გავიქცეოდით. ანუ ჯეიმსიდან ამოვიდოდით და ხო და იქ მეგრელი ბიჭების ანუ არ ძალიან უცხოური მე მახსოვს მე რო წავედით სადღაც free რო ვჭამეთ. მე შენ მაცმამ და დედა შენმა. ხანა მე დამაბრუნეს trigger word ძმა. სახში დამაბრუნეს უკან ძალიან ბედნიერად და მაგის მერე ლიზი მე ვიყავი ლიზთან წყალტუბოში ვიყავი. ჩემ დავადებულს. გამაჩნდა ყველა. მომატარა ყველაფერი. ანუ you were cuz უნდა ინახა ჩემი ups bro. like ყველას გაეგონა ტასო იყო ჩამოსული. მე ჩემი კლასელი მე ტასო რო იყო. ანუ girl წყალტუბო. ანუ მე ვანახე მეთქი აქ რო გირეკავ ხოლმე აი აქიდან ჩავდივარ, იქ გავდივარ. ხოლმე მერე ტასო რო წავიდა ჩემი დაბადები ანუ მეორე დილას წავიდა და ჩემი კლასელები დამადგენ იცი ჩემი კლასელები დამარგნენ კი ხო ჩემი კლასელები დამარგნენ ძალიან გამიხარდა იმიტომ რომ ჩემი კლასელებთან ანუ დიად არასდროს არ მქონდა ესე კარგი ურთიერთობა მაგრამ მაგ წელს ძალიან დავახლოვდით და ანუ არ ველოდებოდი თან მე ლოგიში ვგდივარ იცი რას გავარ იმენა ლაინერი ათხაპნილი ანუ მქონდა ტიტველი ვიწეკი და ხალხი ვიღაც აკაკონებს რომ მეთქი ვინჯან დაბა არის და ანუ მარტო ვარ სახში მგონი არა დიდა ჩემი არის ყველას ძინავს გოგო ხო და ჩამოვიცი ხალათი თუ კარებში დავინაყე მეთქი ვაიმე ანუ ამას ბაკგრაუნდი ვაიმე ჩემი წესრები და გავარდიო სახში ჩავიცი უწებრას მომყდა გავაყედა oh my god მე შენზე იკითხეს რომ ტას წავიდა მეთქი ხო ხან მე ყველას უყვარდი მე არავის არ მე ყველას ვიცი რომ წყალტუბოში პროსტორად არავინ ანახი არ მყავს თითქმის მაგრამ ყველა ვიცის ვინ არის ტასო იმიტომ ყველა ვიცი რომ ტასო ლიზის დაქალი და ნახევარ წყალტუბოსთან მქონდა გადაკვეთა ანუ კი ეს ცნობილი ადამიანი ვარ მე მეკავსას ვიღაცა ბიჭი რომ წერდა და ლიზი იყო შოკებში რომ ვიღაცა იყო ანიმეებს უყურებდა და დამირეკვლია სტორიზე და ჩემი ფოტოა და სტორიზე მეთქი და მე ისე ვიყავ მეთქი bro ეგ ის არისო იმას რომ მოწონდა თემუკა ვაი თემუკა ლიზი ვიდ ეგ ვიდეო მაქვს მესენჯერში კიდე ლიზი კი ვიდა ანუ მე აღარ არ მოწონა ხალხო მე არა მაგრამ ვიცოდი რომ სანკოლოდნილი ბიჭი იყო რა და ერთ ჩემ შორ მეგობარს მოწონდა ლიკას ერთს და ხო და რენდომზე დადო ჩემ ფოტო და მისკრინა და ხო მე მისკრინა და სკრინ ფოტო და დადო მე გონზე არ ვარ ვინ არის და ლიზი იყო შოკში და მან მითხრა რომ მე ვიყავი ცნობილი ადამიანი წყალტუბოში ეგ ბიჭი ქუთაისელი იყო მგონი მაგრამ ჩემს ერთია წყალტუბო და ქუთაისი მე ლიზისთან რო ბაჭო საბაჭოლკავები კიდე ვინ გავიცანი შენ დაბადების დღეზე? მიამარი გავიცანი გავიცანი ლიზის ძმის მაგაცი ხო ვაიმე bro ანუ ყველასთან ეგ ძანსაცილო იყო კი და მე ლიზი იყო ჩამოსული 2023 წლის 27 თებერვალს ჩემი საუკეთესო დაქალის დაბადების დღეზე, რომლის სახელიც ცადა. არაფერი არ მახსოვს ეგეთი მე რუსოს ძალიან უყარვარ. და ბოლოს ლიზი უყარს ჩემი დაქალის ოჯახსაც. უკვე რო გავიგეთ რომ ლიზი ამერიკაში მიდიოდა, ანუ ძალიან სულად ვიყავი მეთქი. ლიზი ძალიან უხარდა და მე არ ვიმჩნევდი ამას. არც იყაროს და არც ევდა და ვტიროდი, ვბრაოდი. აი შეწყობა რომ ხოვდი ამ ბავშვს და რომ მიდიოდა მე საერთოდ. არ უშვებდნენ ჩემთან. იმიტომ რომ მაშინ მახსოვს დიაჩენთან მქონდა ძალიან შეერთება მქონდა რა ყველაფერს ვჩხუბავდით და ეხაც მაგას ეგ რომ ახსენდება იცი როგორ ღიზიანდები მეთქი ანუ წამოსულიყავი ვის ვეკითხებოდი გეღვაწე რას იზამნე მე ვიფიქრე ჩემს პატარა თავში ყველაზე გენიალური იდეა დედამის დაბრეკე მეთქი უკეთესი არავინ არ ვწიროდი მართლა ვწიროდი თან მეტირებოდა კი ვაფეიქებდი მაგას მეტირებოდა და თან ცხვენოდა რომ ვწიროდი მეთქი თან მაშინ დასუდაწირდი რაღაც ძალიან ისე იყო რომ აი არ ვარ და მაშინ საერთოდ მე მის მქონდა კარეკი წირილი ეგ რა არის მე უემოციო მე დედამის მამის ელპარკავდა და ლიზი გამოშვეს ჩემთან 3 დღით მაგ 3 დღეში ვიყავით ფოთში
წყალწამი ურეკ ყველგან ვიყავით მაგ სამდღეში. ფილმზე გამომყვა. კერდა მას მოვიდა. შევიჭერით. თმები შევიჭერით ყველაზე საშუალო რაც კიდევ მე მქონდა. მე ანუ არ ვიცი რას ველოდებოდი, მაგრამ ძალიან ცუდად შევჭერი მქონდა. მე ძალიან ხოდა მაგის მერლის აღარ მინახავს 2023 წლის მარტის მერე. ანუ 2023 ჩემს დაბადების დღეზე ვერ იყო, ვერ ჩემს ბანკეტზე ვერ იყო, ვერ ჩემს ბოზარდზე ვერ იყო, და დაგეგმილი მქონდა ყველაფერი, როგორ უნდა ჩამოსული. ისიც მქონდა დაგეგმილი, რომ მე თბილისში ჩავაბარებდი, ჩამოვიდოდა ხოლმე ჩემთან, მე ჩავიდოდი წყალტუბოში და რავი, წავიდა. დამტოვა. დავტოვე, მაგრამ მაინტერესებელ გეგმებთან ერთად. ხო, იცი რამდენი დაბადების დღე და ის გამოვტოვეთ? ძალიან საერთოდ, მაგრამ არა. მე რა სკოლის დამთავრებები, გადასვლა იქეთ უნივერსიტეტის დაწყება. სამი ხა ხო გავხდი 19-ის. ნახა მეც გავხდები 4. 4? ხარის გავხდები 4. ხოდა ეს გავიცეთ, მე და ლიზი მერთმანეთი თქვენმა აიკონიკ დუომ, იმიტომ რომ მე ვიცი ხალხს როგორ შურს ჩვენი მეგობრობის. That's a bold statement. Ცნობ. ძალიან ხშირად გვიჩხუბი არ გეგონათ რომ მე და ლიზი არ ვჩხუბობთ, მაგრამ ბოლოს ვიჩხუბეთ 2023-ის ივნისში, როცა წავიდა. და ნუ ისევ წერდი რომ მეთქი. ანუ მითხრა, რაზე ვიჩხუბეთ? უნდა თქვა ეგ. შენ ძალიან ემოციურად მიუწვდომელი ხარო და ანუ აქეთ მეჩხუბა. ანუ მე პრობლემები მქონდა ჩემი. მე ძალიან ემოციური ვიყავი მაგ დროს, ანუ ისეთი ემოციური და ანუ მე მინდოდა ლაპარაკი გრძნობებს და ეს ანუ არ ლაპარაკობს და ძალიან ღიზიანდებოდი მაშინ თან ისე ტვინში ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა და ეს რომ იმატებდა რომ არ ამბობდა მაგაზე მეთქი ანუ ბრო რა ანუ ხო და არ გიგონთ რომ ჩვენ არ ვჩხუბობდით უბრალოდ მაგის მე აღარ გვიჩხუბე სერიოზულად რა ნერვებს ძალიან უშლის ხოლმე ხანახანა მეც უშლი იმიტომ რომ that's what sisters do მაგრამ ხო, ეს იყო ჩვენი კაცრომის ისტორია და იმედია ღმერთო გთხოვ რომ ამ პოდკასტს იწერდეს, რომ თუ არ იწერდა მეორჯერ აღარ ვწდი. Giving up. გავავკროთ არხს. ხო. მოკლედ, იმედია რომ მოგეწონათ. არ ვიცი ამ ვიდეოსზე თუ გაგეცინებათ ან თუ საინტერესო იქნება, მაგრამ მე ძალიან ხალისა. საერთოდ უნდა გაგეცინოთ. იმიტომ რომ სასაცილოები ვართ. და დღევანდელი პოდკასტი აი ესე დამთავრდება ჩვენი ჩხუბით. და დაწერეთ თქვენ როგორ მოგეწონათ ეს პოდკასტი, რას ელით და შემდეგში გვინდა რომ ხალხიც like and subscribe. ვისაც არ გიყვარვართ არ დავამთავრებ, იმიტომ რომ ხალხი უყურებს.